მოგესალმებით დღის მნიშვნელოვანი მოვლენებით ეთერშია ახალი ამბები ანჟელა ქავთარაშვილთან ერთად. იაპონიის საელჩო კვლავ აგრძელებს საქართველოში სოციალური პროექტების დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში დღეს იაპონიის მთავრობამ თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს $100,000 ღირებულების უახლესი სამედიცინო დანადგარი გადასცა. ცერემონიას დაესწრნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, კახეთის გუბერნატორი, თელავის მერი და სხვადასხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. იაპონიის საელჩო ამჟამად საქართველოსთან 140 პროექტი უკვე განხორციელებული აქვს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას კვლავ გეგმავს. ცერემონიის დასრულების შემდეგ თელავის მეორე სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური ნომრები შესთავაზეს. $100,000 ღირებულების უახლესი თანამედროვე აპარატი ჩამოვიდა, რომელიც მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებში გააკეთებს ძალიან ხარისხიან გამოკვლევებს, რენტგენის გამოკვლევებს და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს არის ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა აპარატი და საქართველოში არის სულ 2 თუ 3 და რეგიონში ეს არის ერთადერთი. ეს არ იქნება პირველი, გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. იაპონიის საელჩო არის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი აპარატის მქონე საელჩო, რომელიც ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს არა მარტო ჩვენს რეგიონში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და მოხარული ვარ, რომ აქ ცერემონიალს ვესწრები და ადგილობრივ მთავრობასთან ერთად ვარ. ბავშვები არის მთელი საქართველოს მომავალი, ამიტომ მათი ჯანდაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველო და იაპონია ძალიან ახლო მეგობრები არიან და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. 140 პროექტი უკვე განხორციელებული გვაქვს და მომავალშიც. ამ საგრანტო პროგრამის ფარგლებში ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება. ამას რასაც ხედავთ ჩვენ ყველაფერს დაიწყეს ლიხტენშტაინის მთავრობამ დახმარება საერთაშორისო ფონდმა მედიკორმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ თემი და გარემომ დღეს იაპონიის საელჩომ ბატონმა ელჩმა და რაც მთავარია მთავარ მონაწილეებმა ყველაზე მთავარ მონაწილეებმა იაპონელმა ხალხმა აჩუქეს ბავშვთა საავადმყოფოს ვირადღირებული რენტგენის აპარატი რომელიც მიცემს არა მხოლოდ თელაվել ბავშვებს მაღალ ტექნოლოგიური გამოკვლევის მიღების საშუალებას, არამედ ყველა გახელ ბავშვს. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა არა მარტო ჩვენი ქალაქისთვის, არა მარტო რაიონისთვის, არამედ კახეთის რეგიონისთვის. კახეთის რეგიონში არ არსებობს ამ ჩვენი იაპონიის მთავრობის მიერ შეზენილი აპარატის ანალოგი რენტგენის აპარატი, ეს არის ციფრული, არის უსაფრთხო და ამას გარდა მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენ რომ პაციენტების თბილისში გადაგზავნა აღარ მოხდეს ნებისმიერი დიაგნოსტიკური გამოკვლევებისთვის.